საერთაშორისო პარტნიორებმა, დასავლეთმა, საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიებმა თქვენი გეგმის შესახებ იციან, საქმის კურსში ჩააყენეთ, რას აპირებთ? Ну, ლიდერებმა იციან. არა, მე კომუნიკაცია არის, როგორ არა, კომუნიკაცია აქვს. ხარდაჭერა გაქვთ იმისა, რომ მშვიდობიანი დამხობა მოახდინოთ ხელისუფლების? მშვიდობიანი დამხობის მომხრე იქნება ყველა ცივილიზებული სამყარო. ელჩების გარა პოზიცია არის. მე პირადად არ მქონია საუბარი და როგორ არა საქმის კურსში იქ ხარ ხალბატონო დარეჯან თქვენ და მაგრამ მე პირადად არ ყოფილვარ და რას გეუბნებიან ლიდერები? არ მეკითხავს მართალია. არ გაინტერესებთ რას ვიცი რომ ხარდაჭერა გვაქვს ყველა სახელმწიფოდან და ეხლა ალბათ ელჩები. ამ მშვიდობიანი რევოლუციის? დიახ, მშვიდობიანი რევოლუციის. ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ ავტომატებით და იმით დავამხობთ. პარლამენტში შეცვლაზე შეიძლება მოეწონო? მშვიდობიანი, რომელსაც არ ცნობს მთელი ცივილიზებული სამყარო ლეგიტიმაციას ხელისუფლების, ამის უფლება მე მგონი გვაქვს ჩვენ და ამის უფლებას გამოვიყენებთ. რატო არ გვაქვს? როგორ რატო? რა ვერ გავიგე რატო? თუ ხელისუფლებას არ უნდა წასვლა ჩვენ ხო უჯიკოთ უნდა. უნდა წავშევალთ, აბა თუ გვესწრიან გვესწროლონ ბატონო. ამისთვისაც მზად ვართ. სადაც გასაღები იქნება სისხლი გავიღებთ, ჩვენ გავიღებთ ხო? და ნახავს მთელი მსოფლიო მე რა ხელისუფლება კიდევ უკეთესად. ჩვენ არ ვაპირებთ არაფერს იმას რა ქვია, სასწაულის მოხდენას. ანუ მიხვალთ და შეეცდებით რომ შეხვიდეთ პირდაპირ პარლამენტში. რა არის ამაში ისა რა ქვია? საეჭვო და გაუგებარი. თუ არ წავა ხელისუფლება, თუ არ მოეგება გონს და მარტო საკუთარი მილიონების შენახვაზე არიან ორიენტირებულები და დანარჩენი ერი მისთვის არ არსებობს ამ ქვეყანაზე, მაშინ მოიქცევიან ისე როგორადაც ეხლა იქცევიან.